ორწლიანი რთული მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოს მთავრობამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანია თურქულ TAV Georgiasთან 10 წლის წინ დადებული კონტრაქტი განაახლა. Რამდენად არის დაცული სახელმწიფოს ინტერესები ახალ კონტრაქტში და რამდენად უზრუნველყოფს ქვეყნის მთავარი აეროპორტების განვითარებას ეს დოკუმენტი. თემაზე ეკონომეტრის სტუმარია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ქეთევან ალექსიძე. ქალბატონ ქეთევან, მოგესალმებით. მოგესალმებით დავით, მადლობა მოწვევისთვის. ქალბატონ ქეთევან, კონტრაქტის განახლების მიზეზად მთავრობა ასახელებდა იმ ფაქტს, რომ ძველ კონტრაქტში სახელმწიფოს ინტერესები არ ეყრდნობოდა პარიტეტულ საწყისებს. რა არის ის მთავარი ფაქტორები, რასაც არ ითვალისწინებდა ძველი კონტრაქტი და ეხლა გასწორდა? დავიწყოთ თავიდან, თქვენ თავად ბრძანეთ, რომ ხელშეკრულება გაფორმდა 10 წლის წინ და მოგეხსენება დღეს საავიაციო ბაზარზე და არა მხოლოდ საავიაციო ბაზარზე გლობალურად ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს განვითარება. იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პრაქტიკულად ბოლო რამდენიმე წლების განმავლობაში არნახულის ზრდა ჰქონდა ყოველწლიურად დაახლოებით 15%-ზე მეტი, დღის წესრიგში რეალურად დადგა ის საკითხი, რომ როგორ მიდის ეს აეროპორტი წინ, რა კრიტერიუმებია საჭირო იმისთვის, რომ აღნიშნულმა აეროპორტმა შეძლოს მომავალში მგზავრთნაკადის საჰაერო ხომალდების ასე ვთქვათ მომსახურება და ამავე დროს გახადოს ეს აეროპორტი კონკურენტუნარიანი რეგიონში და არა მხოლოდ რეგიონში. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავიწყეთ ზუსტად მოლაპარაკება, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობით და ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ჩვენს წინაშე და ამის შესახებ გუშინ ვიცე-პრემიერმა ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმაც აღნიშნა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ხელშეკრულებების გადახედვის დროს მნიშვნელოვნად იყოს დაცული პარიტეტი საჯარო და კერძო ინტერესებს შორის. ქალბატონ ქეთევან, ოფიციალური ინფორმაციით ახალი დოკუმენტი შედგენილია ავიაგადამზადების საერთაშორისო ასოციაციის რეკომენდაციების მიხედვით. რაც ყველაზე მთავარია, თავად აეროპორტის ოპერირებისას დადგენილია და მიღებულია მომსახურების ის სტანდარტები, რა სტანდარტებითაც იმუშავებს აეროპორტი და ასრულების მექანიზმები. კონკრეტულად რა სტანდარტები დაინერგება? როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამა თუ იმ აეროპორტზე, ვსაუბრობთ იმაზე, რამდენად შეესაბამება ის ამა თუ იმ სტანდარტს, უბრალოდ ყოველისა მნიშვნელოვანია, რომ თავიდანვე იყოს განსაზღვრული თუ რა არის ეს სტანდარტი, რაც საშუალებას აძლევს როგორც აეროპორტის ოპერატორს, ისევე ჩვენ კომპანიასა და სახელმწიფოს უკვე შემდგომ შეამოწმოს ხდება თუ არა ამ კრიტერიუმების, ასე ვთქვათ, შესრულება. ჩვენ ერთობლივად ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და თქვენ სწორედ ბრძანეთ, სწორედ IATA კონსალტინგი იყო ჩართული ამ ნაწილში. ჩვენ შევიმუშავეთ რიგი კრიტერიუმების ამ მგზავრთა და საჰაერო ხომალდების მომსახურების მიმართულებით, რაც უნდა შესრულდეს თბილისის აეროპორტში. ეს არის დაწყებული იქიდან, რამდენ ხანში უნდა გაფრინდეს თვითმფრინავი, რამდენ ხანში უნდა გამოვიდეს თითოეული ბარგი ჩამოფრენილი მგზავრისთვის, რამდენი წუთი უნდა იდგეს მგზავრი რიგში, რამდენი ხანი უნდა იყოს ის მაგალითად საპასპორტო საკონტროლო ზონაში და ასე შემდეგ. ამ მთლიანი სტანდარტების ერთობლიობა, რა თქმა უნდა, გულისხმობს იმას, რომ მგზავრის ასე ვთქვათ ფასილიტაცია მოვახდინოთ და მისთვის მგზავრობა ტერმინალის კარიდან საჰაერო ხომალდის კარამდე იყოს მაქსიმალურად კომფორტული და მაქსიმალურად მოხერხებული. როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით აი ამ კრიტერიუმებზე, ასევე ძალიან დიდი მუშაობა გავწიეთ უშუალოდ მომავალი 12 წლის განმავლობაში მგზავრთნაკადის განვითარების შეფასების მიმართულებით. რეალურად ძალიან დეტალური კვლევა დაიდო TAV Holding-ის მხრიდანაც და ასევე ჩვენი ჩართულობითაც, თუ მომდევნო 12 წლის განმავლობაში როგორ მოხდება მგზავრების ზრდა, როგორ მოხდება საჰაერო ხომალდების აფრენა-დაფრენის პიკური საათების გადანაწილება და ზუსტად აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით უკვე ჩვენ შევძელით ჩამოგვეყალიბებინა ის კრიტერიუმები, რა კრიტერიუმები ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა გქონდეს ჩვენს აეროპორტში. გასაგებია, ანუ ეს კრიტერიუმები და სტანდარტები, რომელზედაც თქვენ ახლა საუბრობდით, ეს ყველაფერი ძველ კონტრაქტში არ იყო გათვალისწინებული. ძველ კონტრაქტში იყო მხოლოდ ძალიან ზოგადი მოცემულობა იმასთან დაკავშირებით, რომ ის უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს. მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო სტანდარტი არსებობს რამოდენიმე ნაირი, გამომდინარე მისი ასე ვთქვათ დროის მონაკვეთისა თუ პიკური საათისა. აქედან გამომდინარე, ყოველთვის მნიშვნელოვანია და ეს იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია ასევე IATA კონსალტინგის მხრიდანაც, რომ კონკრეტულად მომხდარიყო იმ ვალდებულებების გაწერა, რომელიც ჩვენ გვინდოდა რომ შეგვესრულებინა როგორც ჩვენ, ასევე ოპერატორ კომპანიას. გასაგებია, წინა ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმებით TAV-ს 65 მილიონი დოლარის ინვესტიციით მეორე ასაფრენის ზოლი უნდა ეშენებინა, რის სანაცვლოდაც ოპერირების ვადა 10 წლით უხანგრძლივდებოდა. თუმცა ახალმა მთავრობამ თავად
გადაწყვიტა მეორე ბილიკის მშენებლობა და თანაინვესტირების ფონდიც უნდა ჩართულიყო ამ პროცესში, მაგრამ ეს საკითხი ჯერჯერობით კვლავ ღია არის. როდის გვექნება საბოლოოდ მეორე ასაფრენი ბილიკი თუ შეგვიძლია უკვე ვთქვათ? 2012 წელს საუბარი იყო არა მეორე ასაფრენ ზოლზე, რეალურად იმ პროექტის განხორციელების შემთხვევაშიც კი ჩვენ არ გვექნებოდა ორი ზოლი, უბრალოდ ჩვენ გვექნებოდა ახალი ზოლი. რეალურად კვლევის შედეგად დაიდო საკმაოდ საფუძვლიანი ანალიზი, რომელმაც დაადასტურა, რომ არსებული ასაფრენი ზოლი რეაბილიტაციის შემდგომ შეძლებდა სრულად უზრუნველყო მომავალი მგზავრთნაკადი და საჰაერო ხომალდების რაოდენობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. აქედან გამომდინარე, მოიხსნა დღის წესრიგიდან ახალი ასაფრენი ზოლის მშენებლობის საკითხი და ზუსტად ჩვენ უკვე კონცენტრაცია მოვახდინეთ არსებული ასაფრენი ზოლის რეაბილიტაციაზე, იმაზე თუ როგორ უნდა გაგვეკეთებინა ეს, რა გზები შეიძლება და ჩვენ გამოგვეყენებინა და ბოლო 6 თვის განმავლობაში ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობდით სწორედ აი ამ რეაბილიტაციის პროექტზე, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენი მხარიც იყო ჩართული იყო IATA კონსალტინგი და ამავე დროს ამ პროექტს ამ ეტაპზე ახორციელებს ADPI, რომელიც არის ADP-ის საინჟინრო კომპანია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, რომელსაც დაპროექტებული აქვს არაერთი აეროპორტი. ანუ ქალბატონ ქეთევან, ესე იგი ახალი ზოლი, მეორე ზოლი არ იქნება, მოხდება ძველის რეაბილიტაცია. მოხდება ძველის რეაბილიტაცია, დიახ, მოხდება ძველის რეაბილიტაცია, რეალურად მისი გადაგება მოხდება და დღეს და ეს პროცესი ხო არ შეაფერხებს დაუშვათ ლაინერების მიიღებას და გამგზავრებას. ამ ეტაპზე ჩვენ ვამუშავებთ ზუსტად სამუშაოების შესრულების გრაფიკს, იქნება დაწესებული კონკრეტული შეზღუდვები დღის განმავლობაში. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ აღნიშნული შეზღუდვები დაწესდეს იმ პერიოდში, რომელიც მაქსიმალურად მისაღები იქნება ყველა ავიაკომპანიისთვის და აი იმ პერიოდში განხორციელდება სწორედ სამუშაოები. გასაგებია და სავარაუდოდ როდიდან შეიძლება დაიწყოს ეს პროცესი და როდის ველოდებით დასრულებას? რეალურად პროცესი უკვე დაწყებულია. ჩვენ სექტემბრიდან უკვე დავიწყებთ რეაბილიტაციის პროცესს და 2016 წლის ივნისის ბოლოსათვის უკვე ჩვენ გვექნება დასრულებული ახალი ასაფრენი ზოლი. გასაგებია. ქალბატონ ქეთევან, ვიცე-პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, კომპანია თანხმდება იმ მოთხოვნებს, რომ არ მოხდეს ტარიფების ზრდა, თუმცა ავიაკომპანიებს და ტურისტულ ბიზნესსაც მიაჩნიათ, რომ დღეს არსებული ტარიფებიც ძალიან მაღალია და ეს საქართველოში მიმართულებით ფრენებს აძვირებს და შესაბამისად გზავრსა ნაკადს ამცირებს. რამდენად უზრუნველყოფს ახალი სატარიფო პოლიტიკა ქართული ავიაბაზრის განვითარებას და რაც თავარია დაბალბიუჯეტიანი კომპანიების შემოყვანას? თქვენს შეკითხვას რამდენიმე ასე ვთქვათ ნაწილად ვუპასუხებ. პირველ რიგში ალბათ შევეხები, რომ ალბათ სტატისტიკა ცხადყოფს იმას, რომ მგზავრთნაკადის შემცირება ჩვენ სახეზე არ გვაქვს და პირიქით სახეზე გვაქვს მგზავრთნაკადის ზრდა, რაც რა თქმა უნდა ერთის მხრივ აეროპორტის, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ეს არის ჩვენი ქვეყნის სწორი სტრატეგიის დამსახურება და რეალურად დღეს ევროკონტროლიც და IATA-ც აღიარებს იმას, რომ საქართველო არის ის საავიაციო ბაზარი, სადაც მომდევნო 20 წლის განმავლობაში 7%-ზე მეტი ზრდა არის ნავარაუდები, რაც მსოფლიოს მასშტაბებით საკმაოდ შთამბეჭდავია. რაც შეეხება უშუალოდ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები არის ძალიან საინტერესო სეგმენტი ჩვენთვის და სახელმწიფოსთვის. ამისთვის ჩვენ გვაქვს სპეციალურად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც განკუთვნილია სწორედ რომ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებზე. თქვენ იცით, რომ იქ ოპერირებს Wizz Air, ასევე მაისში დაიწყო ფრენები პეგასუსმა სტამბულის მიმართულებით და ჩვენ ამ ეტაპზეც ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვა ავიაკომპანიებთან, რათა მაქსიმალურად დავუტვირთოთ ქუთაისი და რეალურად იქ შევქმნათ რეალური ტურისტული ჰაბი. ამასთანავე რეალურად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისის აეროპორტი იყოს კონკურენტული თავისი კარგი მომსახურებით და თავისი გამართული ინფრასტრუქტურით და უსაფრთხოების ნორმებით. სწორედ ამაზე არის მორგებული ის განვითარების გეგმა და სარეაბილიტაციო გეგმა, რომელიც ჩვენ შევადგინეთ TAV Holding-თან ერთად. რაც შეეხება ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით, საუბარი იყო იმაზე, რომ წინა ხელშეკრულებით შესაძლებელი იყო ყოველწლიურად ტარიფის ზრდა, თუმცა საგულისხმოა, რომ წინა 10 წლის განმავლობაში TAV Holding-ს ტარიფი არ გაუზრდია, აღნიშნულზე დაწესდა შეზღუდვა და ჩვენ შევთანხმდით მხოლოდ 3 ფანჯარაზე, რომელიც მომავალი 2 წლის განმავლობაში არც დადგება. რაც შეეხება უშუალოდ ბილეთის ფასი თქვენთვის ძალიან კარგად ცნობილია, რომ არის დერეგულირებული და ჩვენ ვქმნით კონკურენციას ბაზარზე, შემოყვანს რაც შეიძლება მეტი ავიაკომპანია და ჩვენ გვჯერა, რომ დერეგულირებული ბაზარი, რომელშიც არის ბევრი ავიაკომპანია, თავისთავად გულისხმობს ფასის დაწევას და ამას ხვდები
არიან როგორც ავიაკომპანიები, ისე რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში ტურისტები და ჩვენ ხედავთ სწორედ აი ამ მიმართულებას ჩვენს აეროპორტებში. ამასთან ერთად ჩვენ დამატებით ძალიან აქტიურად მუშაობთ როგორც სამინისტროსთან, ასევე უშუალოდ TAV Holding-თან და ტურიზმის ადმინისტრაციასთან იმისთვის, რომ ერთობლივად შევქმნათ პაკეტები ავიაკომპანიისთვის, რათა მათთვის უფრო საინტერესო გახდეს ქართული ბაზარი, მათ ამოვუდგეთ მხარში მაგალითად რეკლამის მიმართულებით ან სხვა კომპონენტებში, რომელიც მათთვის შეიძლება იყოს. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ქეთი ალექსიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი იყო ჩვენ დღევანდელი სტუმარი. ეკონომეტრი ამით დასრულებულია, მე საუკეთესო სურვილებით ორ შაბათამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.